საქართველოს პირველად მოიპოვა უფლება საკონცერტო სცენაზე წარადგინოს ფრანგული კინომუსიკა. 5 დეკემბერს ფილარმონიაში ბრავო რეკორდსი და ბანკი რესპუბლიკა ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი გიწევთ ვლადიმერ კოსმას ფრანგული კინომუსიკის შედევრების საღამოზე. მაყურებელს ელის მუსიკა კინოფილმებიდან, რომლებიც მსოფლიოს თავის ჟან პოლ ბელმონდოს, სოფი მარსოს, ლუი დე ფიუნესის, პიერ რიშერისა თუ სხვა გრანდების მეშვეობით შეაყვარა. ჩვენი სტუმრები არიან პროექტის ორგანიზატორი ზაზა შენგელი, ასევე ბანკ რესპუბლიკას კორპორაციული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი თეიკო კანძელაკი და მომღერალი ნინა სუბლაკი. დილომშვიდობის, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები. ჩვენს ეთერში ახლა ჟღერს სათამაშოდან მელოდია. ამ მელოდიასაც ალბათ მოისმენენ 5 დეკემბერს დიდ საკონცერტო დარბაზის სცენაზე. როგორ მივედით იქამდე, რომ ეს უფლება მივიღეთ ვლადიმერ კოსმას მუსიკა, რომ შევასრულოთ ოფიციალურად სცენაზე? დაახლოებით 3 წელი ვმუშაობდით. საქმე იმაშია, რომ ვლადიმერ კოსმას მუსიკალური გამომცემლობა და ალბათ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველა კომპოზიცია ეკუთვნის გამოჩენილ ფრანგ კომპოზიტორს ვლადიმერ კოსმას, რომელიც იგივეა ფრანგულ მუსიკალურ კულტურაში, რაც გია ყანჩელი საქართველოში ან ენიო მორეკონე და ნინო როტა ვთქვათ იტალიაში. ის არის უდიდესი კომპოზიტორი და ყველაზე ცნობილი ფილმები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ამ მსახიობების მონაწილეობით, რომლებიც ძალიან უყვარს ქართულ მაყურებელს, სწორედ მისი კომპოზიციებია და ამის გამოც უყვართ ძალიან მისი მუსიკა. ჩვენ 3 წელი მუშაობთ მის გამომცემლობასთან, რადგანაც ესე უბრალოდ არ ხდება ამ უფლებების მიცემა, მოგთხოვეთ თუ ვინ შეასრულებს, დაწყებული ვთქვათ ორკესტრი, რა ბიოგრაფია ქონდა, რა ნაწარმოები ქონდა შესრულებული, მომღერლები სკრუპულოზურად სათითაოდ ყველანი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვეტეთ ახალგაზრდებს შევასრულებინოთ. ყველაზე პოპულარულ ახალგაზრდა შემსრულებლებს საქართველოში, იმიტომ რომ ეს უფროსი თაობის მაყურებელში ისედაც პოპულარულია ეს მუსიკა და გვინდოდა ამ ნაბიჯით უფრო ახალგაზრდობაშიც მოახდინა პოპულარიზაცია, თუმცა აღმოჩნდა რომ ახალგაზრდებმა ძალიან კარგად იციან. ბარემ თქვათ, იცი, რახან მახსენეთ ყველა ვინც არის ქართული შემსრულებელი ჩართული პროექტში. ჩვენი ნინა სუბლაკი, ჩვენი სიამაყე, აგრეთვე მარიამ როინიშვილი, თამთა სხვითავა, ანანო დოიაშვილი, ლიზა რამეშვილი ვიოლონჩელისტი, ზურაბ მოსიავა, ლევან მასპინძელაშვილი, ქეთი ურჯონიკიძე, ლუკა ზაქარიაძე, გიორგი ნაკაშიძე, X ფაქტორის გამარჯვებული. ყველაზე ესეთი ვინმე არ მინდა კიდე გამომრჩეს. და აქ შესაძლოა ვალერიან შუკაშვილი პიანისტი, ანუ როგორც ინსტრუმენტალური ნაწარმოები, ასევე ვთქვათ სიმღერები შესრულდება, რომლებიც ყველა ეს სიმღერები და კომპოზიციები იცის ჩვენმა მაყურებელმა. ორკესტრმა უკვე მიიღო პარტიტურები და ნოტები, ესეც ოფიციალურად ჩამოვიდა და უკვე დაწყებული. რა ეტაპზე არიან ისინი და როგორი გამოდის ანუ მათ შესრულება? აი ალბათ ძალიან კარგი გამოდის. ეხლა ბენდი ცალკე გადის რეპეტიციებს, ორკესტრს ჯერ არ დაუწყია, ბატონი ჟან-ლუკა მარჩიანო ჩამოვიდა გუშინ წინ საქართველოში და ალბათ უახლოეს დღეებში ხვალზე დაიწყება ორკესტრის რეპეტიციების და მერე უკვე შეერწყმება მომღერლები, ბენდი და ორკესტრი. ნინა იცნობდი ამ მუსიკას? გარკვეულწილად ვიცნობდი, იმიტომ რომ ვფიქრობ ყველა იცნობს ეს მელოდიები და მუსიკა, რომელიც არ შეიძლება უბრალოდ რომ ერთხელ მაინც გაგონილი არ ქონდეს, თუმცა უფრო ახლოდან გავიცანი, ასე ვთქვათ, პირადად მე რასაც ვასრულებ ის მაგალითად არ ვიცოდი და ძალიან საინტერესოა შესასრულებლადაც, მოსასმენადაც და საერთოდ ეს მთელი ფორმატი, რაც არის კონცერტი, რომ ახალგაზრდები ასრულებენ ლეგენდარულ მუსიკას, ჩემთვის არის ძალიან საინტერესო, ახალი და ექსპერიმენტული, ამიტომ ძალიან მიხარია. ტექსტუალურად დატვირთულია ის კომპოზიცია, რასაც თქვენ ასრულებთ? პირადად ჩემს საერთოდ არ აქვს ტექსტი. ვოკალისტია. ამიტომ ხავარ ვოკალისტი და ამიტომ გამიადულდა, ასე ვთქვათ, ფრანგულთან შეხება არ მქონია აქამდე, მაგრამ ალბათ მაგასაც კარგად გავარდნები თავს, თუმცა ეს ძალიან საინტერესოა. თეიკო, ბანკი რესპუბლიკა დგას ამ პროექტის გვერდით. რა თქმა უნდა. ხო ფრანგული რო ეს ერთი გასაგები. რა თქმა უნდა, მე მოგიყვებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს, მინდა მადლობა გადაგიხადოთ აქ მოწვევისთვის. როგორც იცით, ბანკი რესპუბლიკა არის ფრანგული ბრენდი, საერთაშორისო ჯგუფ სოსიეტე ჟენერალის წევრი. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულები ფრანგულ-ქართულ პროექტებში, რომლის მიზანია ზუსტად ამ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაძლიერება. როდესაც ბატონო ზაზა შენგელიამ და ბრავო რეკორდსმა გაგვაცნო ეს პროექტი, ძალიან გაგვიხარდა და დიდი სიამოვნებით ჩავერთვეთ ორი მიზეზის გამო, რადგან ქართულ მაყურებელს ექნება საშუალება და ქართულ საზოგადოებას ექნება საშუალება მოусმინოს ნამდვილი ლეგენდის ვირტუოზ
ბლუზის შედევრებს და მეორეც რომ Bravo Records-თან ძალიან დიდხნიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ვიცით რომ ამ კომპანიის პროექტები ყოველთვის დიდი მაღალი დონის პროფესიონალიზმის გემოვნები და წარმატებით გამოირჩევა. ასე რომ 5 დეკემბერს მართლაც რომ დიდი სიამოვნება გველის, სადაც ამ საღამოს ჩვენი მშობლების, ჩვენი ბავშვობის ძალიან ცნობილი ფრანგული ფილმების კინოსამყაროში აღმოჩნდებით. გარდა მუსიკისა განწყობა სცენაზე როგორი იქნება ფრანგულთან ახლოს, ანუ დეკორაცია როგორია? ძალიან ნიჭიერი კაცია ვანო ჭელიძე და არ მინდა ახლა გავხსნა, მაგრამ ნუ რაღაცები იქნება, რა თქმა უნდა, იქნება პარიზი, ფრანგული სული, იქნება ის განწყობა, ის აურა, რომელიც ამ ფილმს მოძებს თან და შესაბამისად თავის მე მგონი ყველაფერი. ნუ ახლა ნოსტალგიის ნიაღვარი რო იქნება იქ და ოკეანე და ამბავი გასაგებია ყველაფერი, მაგრამ ეს მუსიკა რომელიც დარწმუნებული რაღაც გარკვეულ ახლებურადაც იქნება წარდგენილი. მე ხوار გავდავა CD-ზე. ჩვენ გვაქვს ჩაფიქრებული სხვა შორის ყველაზე დიდხანს ამ პუნქტზე გაგრძელდა მოლაპარაკება მუსიკალურ გამომცემლობასთან ფრანგებთან, რომ გვინდა გამოცეთ DVD, რომელიც გაიყიდება ევროპაში. აი ამაზე ყველაზე დიდი ხანი მიდიოდა მოლაპარაკება, რადგანაც ისინი ძალიან თხილად ეკიდებიან, თქვათ, ვინ ასრულებს კოსმას მუსიკას. თვითონ კოსმა არის ძალიან სკრუპულოზური და ისეთი მომთხოვნი ადამიანი. მე პირადად მქონდა ბედნიერება მასთან ტელეფონით მესაუბრა ორჯერ, დატოვა საოცარი საბეჭდილება ჩემზე და ძალიან ასე თქვათ გამოწვეული და თხილად მიიღეს გადაწყვეტილება ამაზე, რომ საერთოდ გამოიცეს DVD-ის სახით. და რა თქმა უნდა, გვინდა რომ გამოიცეს და შემდგომში გაიყიდოს ევროპაში. თვითონ ალბათ ასაკიდან გამომდინარე არის 80 წლამდე, უნდა გითხრათ საერთოდ რომ ქართულმა მაყურებელმა არ იცის, მაგრამ უნდა თქვა რომ მას ამუშავარა ისეთი მუსიკოსებთან როგორც არის ჩედ ბეკერი, ეს არის ლეგენდა მესაყვარე ჯაზში, ასევე ჟან-ლუკ პონტი, სკრიპაჩი, სტივენ გრაპელი, ასევე მეორე ლეგენდა ვიოლინოზე და აგრეთვე მომღერლებთან მარი ლაფორესთან, მირეი მატიესთან, ლარა ფაბიანთან, ნანა მუსკურისთან ერთად და თვითონ ეხლა წინასწარ გავთქვავ რაღაცებს, მაგრამ მან გამოგვიგზავნა მიმართვა, ის უბრალოდ ვერ მგზავრობს თვითმფრინავით, საერთოდ არ უმგზავრე არასოდეს, ყოველთვის გადაადგილდება მატარებლით, ეხლა ასაკის გამო უბრალოდ ვერ შეძლებს ფიზიკურად ჩამოსვლას, მაგრამ უთბილესი მიმართვა გამოგვიგზავნა და ასევე სხვა მასალები, რომელსაც უახლოეს ხანებში საინფორმაციო საშუალებაა. აი მუსიკაში რომელსაც ვიცმენთ, რაღაც უფრო ამერიკული აქცენტია, თუმცა წინაში უფრო აღმოსავლეთ ევროპული და რუმინელია წარმოშობით. ეს ის გავლენა თუ მე ბიოგრაფია კარგად არ ვიცი. რუმინული გავლენა მის მუსიკაში არის აი მაგალითად იგივე მაღალი ქერათმიანი მამაკაცი შავი ფეხსაცმლით, აი ყველა იცნობს ამ კომპოზიციას, ალბათ სათამაშოს მერე ყველაზე პოპულარულია. ეს რუმინული თემა, ანუ სათავე ამ მელოდიის არის რუმინული თემა, რომელიც შემდგომ იქცა უდიდეს ჰიტად. ეს ხშირად იყენებს სხვადასხვა საკრავებს, აი გუშინ საუბრობთ ნინას ასოფ ალბათ ეს რუმინული სალამურები და სხვადასხვა ინსტრუმენტები, რომელსაც ხშირად იყენებს და მაგრამ გარდა ამისა უნდა ვთქვა, რომ ზოგადად ძალიან მრავალპლანიანია მისი შემოქმედება. ეს კომპოზიცია უფრო ჯაზისკენ არის, მაგრამ მას აქვს სერიოზული, სოლიდური სიმფონიური ნაწარმოებებით შექმნილი, მათ შორის ერთ-ერთი ფილმისთვის Kibble 7, სადაც ლინო ვენტურა ასრულებს მთავარ როლს. ძალიან საინტერესო ნაწარმოებია. ტვინში რა უტრიალებს წარმოადგენს. სტუმრებს ველოდებით სხვასვინმე საფრანგეთიდან ამ კონცერტთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ალბათ არა, მაგრამ მე შემდგომში ალბათ შეიძლება ნახოთ რა შეიძლება წავიღოთ სხვა ქვეყნებში ეს პროექტი. მიდის ამაზე ლაპარაკი, მე წინასწარ არ მეყვარს თქმა. ჩვენ წარმატებებს გისურვებთ და იმედს დავიწყებთ, რომ ეს გაგრძელდება და არ იქნება მხოლოდ ერთი კონცერტი მაყურებელს, რომ ეს ამბავი ხდება 5 დეკემბერს, ხო? 5 დეკემბერს. ბილეთები როგორ უნდა? ბილეთები დაიწყება დღეიდან სალაროებში და ნუ ასევე ბილეთები ჯიზე, უნდა გიხათ ძალიან დიდი მოთხოვნაა და ჩვენ იმის გამო რომ ყავს უამრავი სტუმარი და ძირითადად ანუ ბანკის VIP კლიენტებისთვის კეთდება ეს ღონისძიება, ამიტომ ძალიან შეზღუდულია ბილეთების რაოდენობა და ნაწილ დებთ გასაყიდად, გასაყიდად, ამიტომ ძალიან დიდი მოთხოვნილება შეიძლება დავამაროთ კიდევაც ერთი კონცერტი. და ურჩევთ ალბათ ყველა მსმენელს რომ თადარიგი დაიჭირონ მალევე. კი, რა. მადლობა იმის რომ იყავით დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები. ველოდებით 5 დეკემბერს ამ მართლა ძალიან ლამაზ და კარგად მოსასმენ საღამოს.